ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წელი პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 5. გამბრევ ლინზაზე დაცემული სხივი არის პირველიო, რომელიც გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ, ეს უნდა გავარკვიოთ. ხო, ეხლა მოდით ასე მოვიქცეთ, ჩვენ მოდი ასე გავაკეთოთ. ავაგოთ, ეხლა 6 სხივი გვაქვს მოცემული და მოდი ავაგოთ მე-7 სხივიც და ისე ავაგოთ, რომ ეს მე-7 სხივი გადიოდეს მთავარ ოპტიკურ ცენტრში, აი ეს იყოს მე-7 სხივი. და ისე ავარჩიოთ, რომ ეს პირველი სხივი და მე-7 სხივი ერთმანეთის პარალელური იყოს. ახლა ჩვენ თუ ავაგებთ ეგრეთ წოდებულ ფოკალურ სიბრტყეს, ფოკალურ სიბრტყეს ვეძახეთ ისეთ სიბრტყეს, რომელიც მთავარ ფოკუსში გადის, აი ეს ამ წერტილს დავარქვათ A. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ლინზა წარმოადგენს გამბლევ ლინზას, გამბლევი ლინზისთვის სხივის გარდატეხილი სხივის გაგრძელება და ამ სხივის, ამ შემთხვევაში პირველი სხივის პარალელური სხივი, რომელიც ოპტიკურ ცენტრში გადის და კვეთს ფოკალურ სიბრტყეს და გარდატეხილი სხივის გაგრძელება ერთ წერტილში უნდა იკვეთებოდნენ. თუ დავაკვირდებით, აი თუ ავაგებთ ახლა მეოთხე სხივის გარდატეხილი სხივის გაგრძელებას, როგორც ხედავთ, ფოკალურ სიბრტყეში პირველის პარალელური და მეოთხეს გაგრძელება A წერტილში ერთ წერტილში იკვეთებიან. შესაბამისად, აქედან ვასწრით, რომ პირველის გამოსახულება ყოფილა გამოსახულება ლინზაში ყოფილა მეოთხე სხივი. შესაბამისად, პასუხი იქნება G.